უნდა განახორციელოს თუ არა ამერიკამ სამხედრო ინტერვენცია სირიაში. ამ შეკითხვით ქრონიკამ სირიის მოსახლეობას მიმართა. სპეციალურად ტელეკომპანია იმედისთვის ქუჩის გამოკითხვა ქალაქ ალეპოში სირიელმა ჟურნალისტმა ჯელალ მამომ ჩაატარა. ალეპო სირიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, სადაც ასადის ჯარებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებების სისტემატურად მიმდინარეობს. თქვენ ახლა ხედავთ ალეპოს ცენტრში სპეციალურად ქრონიკისთვის გადაღებულ კადრებს, როგორც თავად სირიელი ჟურნალისტი აღნიშნავს. ერთი შეხედვით ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობს, თუმცა შებინდებისთანავე სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. სირიელების ნაწილი ფიქრობს, რომ კრიზისი ამერიკის დახმარებით უნდა დაძლიონ, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ საკუთარ პრობლემებს თავად მოაგვარებენ. ფიქრობ, სირიის მოსახლეობამ პრობლემა თავად უნდა მოაგვაროს, თუმცა როგორ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჯერჯერობით ქალაქში ვრჩებით, აქ მცირე ბიზნესი მაქვს, მაგრამ სიტუაცია ძალიან დაიძაბა და თუ ასე გაგრძელდა ვშიშობ, ქვეყანას ოჯახთან ერთად დავტოვებ. შველას ვითხოვთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ქალაქი დაცარიელდა. ყველა მეზობელ ქვეყნებში გარბის. პირადად მე წასასვლელი არსად მაქვს და ალეპოში ვრჩები. ჯერა რომ ამერიკა ასადის რეჟიმს გაანადგურებს, მაგრამ მინდა რომ ეს მალე მოხდეს. თუ ამერიკა ასადს საჰაერო დარტყმით შეაჩერებს, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცების სირიის მიწაზე გამოჩენას ვეწინააღმდეგები. მე თავადაც მეომარი ვარ და პირობას ვდებ, თუ აქ შემოვლენ ფეხს მოიტეხენ. სირიელმა ხალხმა თავად უნდა იპოვოს სიტუაციიდან გამოსავალი, მაგრამ ვიცი ამას ამერიკის გარეშე ვერ მოვახერხებთ. სიტუაცია უკვე ყველა ზღვარს გასცდა და დიდი ხანია უკონტროლო გახდა. ყველა ქვეყნიდან გარბის. ყოველდღიურად ათობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. ეს უნდა დამთავრდეს. ასადი რომ პრეზიდენტია, ეს ამერიკის დამსახურებაცაა და დროა გამოასწორონ შეცდომა.